მომნიშნოთ ცხრილი და შევიდეთ ფორმულა მენიუში. ავირჩიოთ ბრძანება create from selection და გამოსულ მენიუში შევარჩიოთ top row and left column, რომელიც თავისით ავტომატურად მონიშნულია. დავაჭიროთ OK-ს და ამის შედეგად მივიღებთ, რომ name manager-ში, ასევე ფორმულა მენიუში შეიქმნება დიაპაზონების სახელებით ბათუმი, გორი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ქონება, კერძო საკუთრება და ასე შემდეგ. რაც თავისუფლად გულისხმობს ამ მონაცემების დაჯგუფებას. სწორედ ნახავთ სახელმწიფო ქონების ქვეშ მონიშნის შედეგად ნახავთ, რომ სახელი ქვია სახელმწიფო ქონება, ხოლო თბილისის უჯრების მონიშნის გვერდზე კი დავინახავთ, რომ უჯრებს ქვია თბილისი. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფორმულაში შეგვიძლია მათი გამოყენება. მაგალითად, დავკრიფოთ ფორმულა 3, ჩამოვშალოთ using formula, ავირჩიოთ მაგალითად გორი მძიმე და ავირჩიოთ უკვე შემდეგი მაგალითად ხაშური. როგორც ხედავთ, მოინიშნა ორივე დიაპაზონი, enter-ი და მივიღეთ შედეგი. თუ დავწერთ ფორმულას average, დავაჭრებით using formulas და ავირჩევთ კვლავ მაგალითად კერძო საკუთრება, მძიმე და სახელმწიფო საკუთრება, enter ღილაკზე დაჭერის შემდეგ მივიღებთ უკვე მათ საშუალოს. დავწერთ ფორმულა 3, ავირჩიოთ მაგალითად გორი, პლუსი სახელმწიფო ქონება, ნახავთ, აი მძიმით გადავაკეთებ და ნახავთ, რომ გადამკვეთი დიაპაზონები მოინიშნა. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ გადამკვეთი დიაპაზონების მონიშნის დროს ის გადამკვეთილი უჯრა ორჯერ დაჯამდება, ასე რომ შესაბამისად მოხდება უზუსტობა ინფორმაციის. მაგალითად, აი 2, მერე მეორე 2 უჯრა მოვნიშნეთ და აი ასეთ სიტუაციაში გახსოვდეთ, რომ გადამკვეთი წერტილი დაჯამდება ორჯერ და ეს არის შეცდომა. Name manager-ის გამოძახების შემდეგ დავარჩიოთ new menus, ავირჩიოთ name სახელი, ანუ დავარქვათ რაიმე ჩვენთვის სასურველი სახელი, მაგალითად გიორგი. მოვნიშნოთ reference-ში ის უჯრა, რომელიც გვინდა რომ იყოს ამ სახელის ქვეშ, მაგალითად მოვნიშნოთ ერთად უკვე სახელმწიფო ქონება და კერძო საკუთრება, დავაჭიროთ OK-ს და მივიღებთ უკვე სახელს, რომელსაც ქვია გიორგი. ეს სახელი გამოჩნდება ჩამონათვალში და თუ დავდგებით უკვე შემდეგ reference to ღილაკებზე, სწორად reference to მისამართებზე, აი დავინახავთ ხოლმე მოინიშნება ის კონკრეტული დიაპაზონი, რომელიც არის ამის ქვეშ, ანუ მნიშვნელობის ქვეშ. Name manager-ში კიდევ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი ახალი სახელით, ასე ვთქვათ, დავარქვათ ახალი რამ. მაგალითად დათუკიშვილი, ოღონდ მივთითოთ, რომ ამ უჯრის რეფერენსი, ანუ წყარო არის მაგალითად D1 უჯრა ამ კონკრეტულ შიტზე და აქ ავირჩიოთ, რომ ეს არა მთელ workbook-ში, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ამ შიტზე იმუშავებს, გიორგი დათუკიშვილის სახელის შიტზე. OK-ს დავაწვევით, გამოვალთ აქედან პროგრამიდან და როდესაც დავიწყებთ მაგალითად 5-იანის დაწერას, თუ დავწერთ ტოლია დათუკიშვილი, enter-ი და ხედავთ, რომ ეს 5 გადმოვიდა ქვემოთ, ხოლო ახალ შიტზე თუ დავწერთ ტოლია და დავიწყებთ აკრეფას, ნახავთ, რომ naming-შიც არ ჩანს, დათუკიშვილი არ იკრიფება, სწორედ ანუ ამ შიტზე უკვე ეს სახელი არ არის. ანუ თუ დავწერთ მაგალითად თბილისი, იქიდან წამოიღებს, ოღონდ თბილისი დიაპაზონია და ჭირდება ფუნქცია 3. მონაცემებს წამოიღებს და დააჯამებს კიდევაც, მაგრამ დათუკიშვილი ვერ მოაქვს, რადგან ის არ არის მითითებული, რომ ამ შიტზეც არის მასიცი გამოყენება შესაძლებელი. მადლობა ყურადღებისათვის.